Saltisi რა გასაკვირია რომ თერმოგეცბაიას მოსვლის შემდეგ კვიპროსიდან გამოჩნდა უბრალოდ ფერფელი დინამიტის შემადგენლობაში კვარაცხელია ბურთით მიიღო საჯარიმოს წინ გახლავთ სრულ მოძრაობა შევიდა საჯარიმოში ორი ფერფელი მის წინააღმდეგ გადატმა თუ შედგება დარტყმა და ხარიხა მიხსნა ახლა ჟალგირისი შეტევა გრძელდება დინამოელები ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში გაითამაშეს ბურთი აბა დარტყმა იქნება დარტყმა და გარედან ხდება ბურთი ჟალგირისის კარის ბადე ძალიან საინტერესო შეტევა გასვის ხაზით კვარაცხელია მიიღო ბურთი შეუძლია ერთი კაცის მოტყუება მეორე თანაგუნდელიც საზღვევს მაგრამ რა კარგად შევიდა დარტყმა შეიძლება კარგი პასი შეიძლება დარტყმა არა მეთქონი უნდა დაერთხა თორნიკეს კვარაცხელია და როგორ უფრთხია ორი ფეხბურთელი ფეხებს შორის გაუძინა ბურთი ნინუაზე ითამაშა დინამოელთა შეტევა გავიდა ეს პასი დარტყმა და რა ბურთი მოიგერია ახლა სარკაუსკასმა კიდევ ერთი როგორი მომენტი როგორი ეპიზოდი ესეც გასატანი იყო ჩაწოდება კარგი ჩაწოდება გამოვიდა აქ ალბათ მეკარე ითამაშებს არა კურტიჩი არის 1-0 დინამო თბილისი დაწინაურდა რა ბურთი მოიგერია ცოტა ხნის წინ ჟალგირისის მეკარემ და ახლა რა შეცდომა დაუშვა ჯობდა ის გოლი გაეშვა 1-0 ჩვენთვის ჯობდა რა შეიძლება ცოტა ძლიერია ეს პასი არა გავიდა უნდა გაიტანოს სარიდა გამოიტანა და თამაშება 2-0 კიდევ ერთი შანსი მიეცა ბრაზილიელ ლეო სანტოს და ამჯერად მოახერხა გატანა ცოტა გამომართვა გასატანი ვერ გაიტანა ნინუა დარტყა ისევ ხარიხა დამატება 3-0 მე მგონი ეს ბურთი ითვლება და უნდა ჩაიდოს მდგომარეობა 3-0 30 წუთზე დინამო თბილისის სასარგებლოდ მოკლედ ბურთის გამოტანა არ გამოსდის ჟალგი თევროაძეა მეკარეების მელი და კობა კაკაშვილი ემზადება შემოსასვლელად აბა კვარაცხელია საჯარიმოშია შეიძლება დარტყმა პასი დარტყმა გადარჩა ზელმა იხსნა ჟალგირისი კვარაცხელიას რა კარგი რეიდი ჰქონდა დინამო თამაშობს ანგარისზე მთელი მეორე ტაიმის მანძილზე და აქ თამაშგარი არ არის დინამოელთა სახიფათო შეტევა ჩაწოდება დარტყმა რა ბურთი აიღო აქ ახლა მეკარემ კიდევ ერთხელ როგორი შანსი ერთი შეხები ტეიშეირას რომელიც ემზადება ვაწაძესთან ერთად შემოსასვლელად დაბალი ტრაექტორით კიდევ ერთი დარტყმა გოლების შეტევა წამოვიდა 4-4-ზე დინამოელები თელ ძალებით მორბიან უკან განლაგდნენ უკვე საკუთარ ადგილებზე დარტყმა ლორია კოჩა რთული ბურთი მოიგერია უნდა განვიხტოთ ეს სიტუაცია განვიხტეთ ზონები საიმედოდ გვაქვს შაკეტილი და ამასობაში მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა დინამო თბილისი ვილნიუსის ჟალგირისი 3-0 პირველ შეხვედრაში ჩვენიერი შედეგი გილოცავთ ამ გამარჯვებას მიულოცოთ და მადლობა უთხრათ ჩვენს ფეხბურთელებს მშვენიერი პირველი ტაიმი მშვენიერი